ნეგატიური გავლენა, რაც მოდის ინდუსტრია დღეს ჩვენ სამყაროზე, არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც შეიქმნა Faberi და არსებობს. ყოველწლიურად 100 მილიარდი ტანსაცმელი იწარმოება. ეს არის ძალიან რთული მაჩვენებელი, იმიტომ რომ მოდის ინდუსტრია მეორე ადგილზეა გარემოს დაბინძურების კუთხით ნავთობის შემდეგ და რეალურად ძალიან აზიანებს ჩვენ გარემოს. ყველაზე მდგრადი არჩევანი ჩვენთვის დღეს არის სწორედ ის ტანსაცმელი, რომელიც ჩვენს გარდერობშია, თუმცა აქაც არის ერთი პრობლემა ის, რომ დაახლოებით ამ ჩვენი გარდერობის 80%-ს კვლევების მიხედვით გლობალურად ჩვენ არ ვიყენებთ. სწორედ აქედან გაჩნდა Faberi-ის შექმნის იდეა, რომ მივცეთ მეორე სიცოცხლე ნივთებს, ისეთ ნივთებს, რომლებსაც ჩვენ აღარ ვიყენებთ და მეორე მხარეს ადამიანებმა შეიძინონ ასევე ნივთები, რომლებიც უკვე გამოყენებულია. შეიძლება ესე რთული წარმოსადგენია, მაგრამ Faberi-ში გადაყიდული ნივთებით ჩვენ დაახლოებით 50 მილიონი ლიტრი წყალი დავზოგეთ და ასევე 180,000 კილოგრამი ბაღშებადის ემისია მოვახდინეთ. თუ ადამიანმა Faberi-ს გემო გაუგო და მისთვის ფაბინგი გასაგები აღმოჩნდა, ის რჩება პლატფორმაზე და მე არ მიწევს როგორც ბრენდს ბევრი წვალება იმისთვის, რომ მომხმარებელი ან შევინარჩუნო, ან მას მეორეჯერ და მესამეჯერ გამოვაყენებინო ჩვენი პლატფორმა. და გვჯერა ის, რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია შევამციროთ გავლენა ჩვენს დედამიწაზე ნეგატიური და Faberi-თან ერთად ის გავხადოთ უფრო მდგრადი, ეთიკური და ცირკულარული.